მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ვაგრძელებთ აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის პროექტს ბრეხალოვკა. დღეს ჩვენი სტუმარია მეტად საინტერესო კაცი, ჩვენი მეგობარი, სოხუმელი კაცი ბატონი დავით კვარაცხელია, რომლის სახელი ძალიან ბევრმა იცის ევროპაში და არა მარტო ევროპაში. ბატონი დავითი ცნობილია როგორც დავიდონე და მე თქვენ აგვიხსნით რატომ ეს დავიდონე და რას ნიშნავს, მაგრამ მე მინდა გავიხსენო ის დავითი, რომელიც სოხუმის ქუჩებიდან, სოხუმის სანაპიროდან, ამრიდან, პორტიდან მახსოვს. მოგესალმებით მთლიან საქართველოს, განსაკუთრებით დიდი სიყვარულით მინდა მივესალმო სოხუმელებს. სოხუმი ეს საინტერესო ქალაქი იყო. ისეთი მეგობრული ქალაქი, რომელიც რა ვიცი, რამდენი გავიხსენო, რამდენი ის, რომელიც მთელი სიჭაბუკე სოხუმთან მაკავშირებს პირველი სიყვარული, ოჯახის შექმნა, სტუდენტობის წლები, სადაც რა თქმა უნდა ყველა ეროვნების ხალხი ერთად ვიყავით. რაც შეეხება საავტომობილო სპორტს, ერთი ეპიზოდი მინდა გავიხსენო. ერთ-ერთ შეჯიბრებაზე შესარჩევი ეტაპი ევროპის ჩემპიონატიდან ჩვენი კონკურენტი იყო არაბეთის ემირატებიდან და სხვადასხვა ორჯერ უკეთესი ავტომობილით და ჩვენ მან დავიკავეთ პირველი ადგილი და იმდენად აღელდა თვითონ ჩვენი კონკურენტი და იმდენად მოულოდნელი იყო მაგას რომ უფრო ძლიერი მანქანი და უფრო კაი მომზადები და უფრო დიდი ბიუჯეტით რომ ამ ბრძოლას ააგებდა. რა თქმა უნდა როცა შეჯიბრება მთავრდება ტარდება პრესკონფერენცია. მე ვუთხარი არ უნდა გიკვირდეთ ჩვენი მოგება. ჩემი პარტნიორი ბალკანეთის მთებშია გაზრდილი. მე კავკასიის მთებში გავიზარდე. მე ვუთხარი სწორი გზა 400 მეტრო არაა. მე ვუთხარი მე პირველად რო ჩავედი ბულგარეთში რაღაცით კიდე დამატებით ფული უნდა იშოვო, ხო? და ასეთ იმაში გადავწყვიტე რაღაც უკანონო, მაგრამ არც ისე დიდი დანაშაული. ეს შეულებრივი ამბავი იყო. სხვადასხვა მე ვცხოვრობ ქალაქში, რომელიც ესე იგი ავტოსპორტის მიმართ არის მთელ ბულგარეთში განსაკუთრებული სიყვარული და ძალიან ბევრი სპორტსმენები გაიზარდა ამ ქალაქში ვარნაში და ვაყენებდით ლუდის ქილებს და ესე იგი შეხვევის დროს თუ რამდენი შეგიძლია ქარისიმით უკონტაქტოდ, ანუ არ დაეჯახო ამ ქილას ისე გადაყარო და თითოეული ღირფული თუ მოედე იმპულს უკვე უკანაბრუნებ და ასე შემდეგ. და საინტერესო ისაა რომ პოლიციის უფროსი რომელიც პენსიაზე გავიდა რა ყოველთვის გვინდოდა თქვენი დაჭერაო ამ იმას ეს უკანონო იყო რა თქმა უნდა დავითო ვინ ყავდაო აგენტიო ჩვენთან პოლიციაში რომ ვერასდროს ვერ დაგიჭირებთო. დავიდონე რა კარგად ჟღერს ხო დავიდონე მე თავიდან მეგონა და დონ დავით ანუ ბატონო დავითი რაღაცა და ეს ქართულ სპორტსმენებს აქვს ხო ასეთი მეტსახელები. საავტომობილო სპორტის ფედერაციაში მიღებული არის ეს მეტსახელი. თვითონ ფანება დამარქვეს ეს სახელი, თვითონ თავიანთი მოგონილია. უცხოელებისთვის ძალიან ძნელი გამოსათქმელია, კვარაცხელია და ზოგიერთი ბულგარელი გეგონება გამოსტას მაბარებს რა აი უყურებ მე შენ გვარს რა კარგად ვლაპარაკობ და ზუსტად რო გამოთქავს კვარაცხელის გვარი. ავტომობილს რა აწერია პილოტის და შტორმანის გვარი და პანჯარაზე რა ჩემი გვარი არ ეტევა იმდენად არ ეტევა რომ იოლი გამოსავალი ვნახეთ რომ პირდაპირ დავედონე დაგვეწერა. შენს მანქანას მე ფოტოებზე რომ ვნახე აწერია სოხუმი. შენი მშობლიური ქალაქის სახელი. აწერია ჯორჯია სოხუმი. საქართველოს დროშა არის ამოსახული და ეს მართლა კიდ ემოციებთან არის თავისთავად ჩვენ რომ უკვე გამოდიხარ სანამ დაჯილდოება რა ემოციები გქონდა მაშინ. ძნელია აღწერა ამ ემოციების სხვათა შორის ყველა შეჯიბრებას უძღვნიდი სოხუმს და სოხუმელებს. ვარჯიშები როცა გქონდა რა ჩემ პარტნიორს ვეუბნები პლამენ მე ვუთხარი любой რისკზე უნდა წავიდეთ იმისათვის რომ ეს თასი ჩვენ უნდა ავიღოთ. სპეციალურად ავიღე ლიცენზია, საქართველოს ლიცენზია, რომელსაც ძალიან ბევრი უსიამოვნება მოყვა ბულგარეთში იმის გულისთვის რომ პირადად მინისმა და მირეკა სპორტის მინისმა რომ შენ არ გაქვს უფლება რომ ამდენი კარიერა შექმენი ბულგარეთში და დღეს დატოვა ბულგარეთის დროშა და სხვა ქვეყნის სახელით გამოვიდე. მე ვთხოვე სხვათა შორის ძალიან ადამიანურად გამიგო იმასთან დაკავშირებით რომ უთხარი რომ ჩემი ძირითადი სპონსორები ქართველები არიან ძალიან ძნელად მაგრამ მე ავიღე საქართველოს ლიცენზია მაშინ პლამენ სტაიკოს დავარქვით პლამენ სტაიკოს სუხუმსკი ასე უწერია სხვათა შორის
და მე დავით კვარაცხელია დავიდონე. რომ აი ასე მოვნათლეთ პამინი რომ ეს ყოფილიყო სუფთა ქართული სოხუმური ეკიპაჟი სოხუმი ჯორჯია რა თქმა უნდა ეს წარწერა თავისთავად იყო და ამ წარწერის იდეა სხვათა შორის პირველად ნახე თენგიზ პაჩკორიას როცა ოლიმპიადაში აწევდა მაშინ დაუკავშირდი კიდევაც რომ მეც იგივე უნდა გავაკეთო მეთქეს მინდოდა დამეფიქსირებია იყო პრობლემები ამასთან დაკავშირებით უნდათ ეჩიულად იმისათვის რომ ჩვენი ეკიპაჟი აკეთებს პოლიტიკურ განცხადებას მაგრამ ჩვენ დაუმტკიცეთ რომ ეს არაა პოლიტიკური განცხადება რამე თუ აღიარებულია საერთაშორისო იმით და ვაფიქსირებ ჩემ ქალაქს. ხა პორტუგალიაში გაიმარჯვე, მაშინ იმ გვართან დაკავშირებით. კონდა კურიოზი, როცა უკვე საერთაშორისო ფედერაცია გამოაცხადა და უკვე რა უნდა ავსულიყავით თასის მისაღებად, ჩემი პარტნიორის გვარს აცხადებდა და ჩემი გვარი ერთხელ შესტომით. მეორჯერ და მოვკიდე ხელი. მე ვთქარ, მე არა ვარ, თავს არ ავიღებ, სანამ სწორად ჩემ გვარს არ გამოაცხადებენ. მე ვთქარ და ეგრევე გაიგეს, კონკრეტულად დავსვი საკითხი, ან სწორად გამოაცხადონ ჩემი გვარი. ან და მე ვთქარი, არ გამოვალ მეთქი და ძალიან გაუჭირდა და ბოლოს ეკნათ გამოსაცხადებელი დავიდონე. სოხუმს ამშვენებდა გემები, ხო? ტრანსპორტის დიდებული სახე და მე მახსოვს რომ მოადგებოდნენ სოხუმს. სოხს ესე იგი ჯინსები მოქონდა მეზღვაურს ხიდი. ჭიშკარი გახსოვთ, ხო? ის ჭიშკარი იყიდებოდა პირველი ჭიშკარი და ორი მილიციონერი იდგა ყოველთვის. მე მყავდა ერთი პოლონელი ქალი, რომელსაც ჩამოქონდა. ის რა ჩვენ გვაინტერესდა წარწერიანი ისინი ტანსაცმელი ჯინსები, ხო იდგნენ მილიციონერი და პლუს ამას იყო რეიდები. შესვლას ვახერხებდი. ისეთი მომენტია, როცა როლიგებია ჩამოტანილი და ისიც 4 წალი. ამის ხელიდან გაშვება ეს არის რაღაც, რა ვიცი, ხო ეს შანსი არაა, რომ ხელიდან გაუშვა. გამოტანით ვერ გამოგაცა, უფალს ვერ დაიჭერ. და მე ვთხარი 4-ვეს ვიცნებ. და ჩავიცი 4-ვე. და წარმოდგენილი გახო, მიუხედავად იმისა, სუსტი ვიყავი, მაგრამ ესეში მოჭერა და სანამ ჭიშკრამდე მივედი და მე ჩერნომორეთს იყო იქამდე სამ მივედი უკვე გალურჯებული ვიყავი აქედან კიდე გაბომ გამოიერა კიდე რაღაცისა ერთ ეპიზოდს გეტყვით გაბოზე ერთმა დააყენა ჟიგული გახსოვთ მაშინ პარკინგი იყო ის ადგილი სადაც პლოშადკაზე ხო იყო ჩერნომორეთის წინ გვერდით რო იყო პარკინგი აქეთ საწყობი იყო ეგ იყო კიდე ბრიგანტინა და მიდენ და ბიჭებმა ჟარგონისტის მაპატიეთ გაიშაყირეს რომ გაბოს მისცეს 50 კაპიკი და ეს მანქანაო ჩვენი არის ერთ ჟიგულზე მეუდიდეთ არავინ არ მიაკარო ახლოსო და ისინი დგანან იქით კუთხეში და მოდის პატრონი მანქანა და მივიდა კარით გაყო ნიპათხადი ბლისკა ნიპათხადი კაცი გაგიჟდა ჩემი მანქანა არისო რასგია და აწყდა ერთი ამბავი ბიჭები იქიდან სიცილით კვდებიან გაბო მანქანაზე არ უშვებს ძალიან სასაცილო ეპიზოდი იყო ვერი მარადონა სვაბოდა ბადრი თუ გახსენდებათ არეცი და საინტერესო იყო ბადრი ამირანთან მოდიოდა ხშირად ამირანთან მოდიოდა ხშირად ყოველთვის კოხტა ჩაცმული და ყოველთვის ისე გამოწყებილი იყო იმ დროს არ იყო ეს ახლა რო გვაქვს მობილური ტელეფონები თორე რამდენ ფოტოს გადაიღებდი და ამ დროს გამოჩნდებოდა მარადონა რომელიც მოდის შორტებით ზევით არაფერი წაზემოთ არაცვია ამას რო უღურებდნენ სოხუმელები ბავშვები განსაკუთრებით ხიმილის ქალაქი იყო შენ და ხუჩა შეხვდით ერთმანეთს ეს ვიცი ნეაპოლში ჩავედი სპეციალურად როგორც გაიგეს რომ მე სასტუმროში დავცხოვრობდი მისთან მე ვთქე ფეხბურთის საყურებლად ჩამოვედი მე ვთქე ხუჩა კვარაცხელია ჩემი ახლობელია მე აუ ხუჩა გაგიძენ და მე ვთქარი მე ნათესავი ვარ მეთქი ამოვიღე ჩემი პირადობის მოწმობა და უჩვენე რომ მე კვარაცხელია გაგიჟდა მთელი პიცარია შეკრიბა ეს ბიძა არისო ხუჩასი და ყოველ დილით რო გამოდიოდი ყავა მქონდა უფასო მე მახსოვს რომ რადიო ხულიგანი იყავი შენ მაშინ იმ დროს იმ მუსიკებს
შრიალით ხმაურის, მაგრამ უსმენდი. ყოველთვის არ ვლაპარაკობდი, მარტო უშვებდი მუსიკით. მან დახვეწილი ბიჭებიც იყვნენ, რომ ვიხოდით და ბლა ბლა ბლა. იქით პრივეტ ერთი სახელი მე ყველა ფსევდონიმები ქონდა თავისი და მაშინ დადიოდა გასპისა დადინი იყო ასეთი და ლოკატორი ქონდა. ლოკატორი ქონდა და იჭერდა ტალღებს. იჭერდა ტალღებს და ერთი პერიოდი ვხედა, ოპა, ზუსტად ჩვენთან კარებთან გაჩერდა და შემოვიდა ეზოში. დედაჩემი ქვევით აკეთებს საჭმელს. ვერაფერს ვერ ფიქრობ. ვიცი რომ ეს საშინელებაა თუ დაგიჭირეს. სპეციმაში არ მოხდე, ციხეში არ მოხდე, ასეთი პანიკები და მოხსენი ეს ყველაფერი ჩამოვიდა და დედაჩემი გამოვიდა ეზოში. თქვენი შვილი სად არისო და ჩემი შვილი ზევითო სწავლობსო. სანამ ელაპარაკება მოვასწარე ქვევით ჩარმენა და საწავიღო. ამხელა ისა ვერ გადავაგდე, ვერ დამახავ. იმდენი პანიატია მაქვს რომ მეზობელს არ გადავუგდო. და სადღაც შენ უნდა იმოქმედო და რაც ვნახე უცბად ბორში. დიდი ქვაბი. დიდი ქვაბი. ვიღეთ ჩავაგდე ამ ქვაბში. შემოვიდნენ ეზოში, ნახეს ანტენები, ეს ანტენები რისთვის გაქო? უკვე ტიპა დაკითხვის ისმინდის. მოთხარი ანტენები იმისთვის მაქვს რომ ვეფი მქონდა მაშინ. ხო, ვეფი. ტრანზისტორები ხო ისეთი? კარგად დავიჭირო, უსმენ მუსიკები მიყვარს მეთქე და მით უმეტეს მე ერთი ოთახი მქონდა, სადაც გაკრული იყო პლაკატები. და სასაცილო რა იყო, რომ ისეთი პლაკატები მქონდა ჯიმი ჰენდრიქსი პოზაში, ლუი ამსტრონგი და დედაჩემი იმდენად ეშინოდა, რომ აი ასე ხვეტავდა ჩემ სახებს არ უყურებდა. როზევით არ ენახა და ასე ხვეტავდა. მოდი სოხუმიდან კიდე ერთი ეპიზოდი გავიხსენო, ჩემი ძალიან ახლო მეგობარი და თანაკურსელი უყიდეს შისტიორკა მანქანა, მაგ დროს იცით რამხელა ეს იყო? სამიანის მოტორით. სამიანის მოტორით და რაღაცები და მომენტში ეუბნება რომ მამა იყო ძალიან ავტორიტეტული პიროვნება, ყველასთვის საყვარელი სოხუმელი და მამა ლუკი უნდა მიშო მოდაში შემოვიდა ლუკი. კაი შვილო გიშოვი ორისთვის გინდა ვერ გაიგო ახლა კაცმა ლუკი მინდა და კაი და დარეკა. ჩემი შვილი ლუკი უნდაო და ისო მიშოვეთო და კი ბატონო და მოადგა მანქანა. მაგრამ მარტო ვარო მძღოლიო და ვინმე მომახმაროთ ჩამოტანე კანალიზაციის ლუკი. ლუკი. დიდი მადლობა დღევანდელი შეხვედრისთვის. იმედი მაქვს, ბევრი შეხვედრა წინ ჩვენ გველოდება და ბევრი სასიხარულო ამბავი. ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო, დროებით, გემშვიდობებით და მომავალ შეხვედრამდე.